მოგესალმებით ჩემო პატივცემულო სვენელებო და მაყურებლებო. დღეს შემოგთავაზებთ უფრო ახალ ინტერვიუს კითხვა-პასუხის სახით ლეტალია პანდორა. ეს ვიდეო ატვირთულია 24 წლის 20 ოქტომბერს. პირველი შეკითხვა. კითხოთ swams ლეტალია და პასუხობენ ორივე. გააჩნია კითხვა, კითხვით ვის მიმართავენ, ზოგჯერ ლეტალიას მიმართავენ კითხვით და მაგისგან ელოდებიან პასუხს. ახლა კი დავიწყოთ. პირველი შეკითხვა. პანდორა, ვინც ხედავს მათ შორის დადის აზრი, რომ მზე არის ბატარეიკა. ხო, მე მინდა ამაზე შევჩერდე. ეს შეკითხვა ბოლომდე არ წამიკითხია, მაგრამ მე მინდა ამაზე შევჩერდე, რადგან მართალია ჩვენი მზე და თან ესეთ მზე არ არის ერთი. ესეთი მზე ჩვენ ტერასზე, ჩვენ იაჩეკაზე სამი დადის. სამია. ხო, და სამივე ბატარეიკებია. კი იცით, თქვენ მე მონაყოლი მაქვს წინა ვიდეოებში, რომ გუმბათი მოხსნეს, დატომ ეს მარტო ენერგეტიკული გუმბათი და galактიკური ჩვენ გვაქვს galактიკური მზე. მარტო ჩვენი კი არა, ყოველ galaktikას აქვს თავისი მზე და ჩვენ გვათხოვს ის galактიკური მზე, ხოლმე საუბარი რომაა ტელევიზორში, რომ მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი და მზის პროტუბერანცები მოაღწიეს დედამიწას და ასე შემდეგ. აქ არ იგულისხმება ის მზე, რომელსაც ჩვენ ხედავთ ყოველდღე, რომელიც ჩვენ თავზე ამოდის და ჩადის. არა. ეს არის ეს იგულისხმება galaktikურ მზესთან დაკავშირებით, თორემ ეს მზე მართლა ბატარეიკაა. მე შემიძლია ეს გითხრათ თან ვედების მიხედვით. ხო, მე შეგვიდი თქვენ რომ ვედებს სიტყვერად წავიკითხავდე, მე მაქვს დაწერილი ვიდეო და თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? მე შემიძლია არა, მნიშვნელობა როგორ არ აქვს? მე იქ გადათარგმნილი მაქვს და რაც მთავარია ის მიწერია და დრო რომ არ დავკარგო. ხო და ახლა შეკითხვის ვაგრძელებ. მასია თუ არა? ესე იგი კითხველი ეკითხება პანდორას, მართლა მზეა ბატარეიკა ჩვენზე თუ არა? დიდი ნაწილი, ხო ეს კიდევ შემდეგი. დიდი ნაწილი სერაფიმებისა მოდის მაპატიეთ სერაფიმა კი არა. დიდი ნაწილი სინათლისა მოდის galaktikuri მზისგან, მასეა თუ არა? ხო, ეს ისა რაც მე თქვენ ახლა გითხარით. ზოგ პასუხზე კითხვები, უბრალოდ ზოგ კითხვებზე პასუხები მეც კი მაქვს. იმდენი მაქვს მოსვენილი და წაკითხული. მე არ მოგატყუებთ. იგივე პანდორა მაქვს მოსვენილი, იგივე ალიონა ბერეგინია, იგივე იტალია თან ასული კიდე ხა დამატებული. ხო და სინამდვილეში სად ცხოვრობენ სინათლის არსებები? ხო, ეს შეკითხვის ნაწილია. ახლა პასუხობს პანდორა. ახლა პანდორას პასუხს მოვუსმინეთ. როგორც მე ხედავდი, არსებობს ბევრი თეორია ამის შესახებ, მაგრამ მე ხედავ ცოტა სხვანაირად. არსებობს galaktikuri მზე და ყოველი იაჩეკაზე არის თავისი მზე. როგორც მე გითხარით, ჩვენ ზევით მზე ჩვენი, ასე არის გუმბათიანი იაჩეკები შიგნით თავისი მზეებით. ხომ ხედავთ, მე არ მიტყუებდი ხარ. ხო. და როდესაც ხედავთ ორ ან სამ მზეს, ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ იწევა ვიბრაციები პლანეტა დედამიწაზე და ჩვენ ვიწყებთ ხედვას უბრალოდ კი არა. ჩვენ ვიწყებთ ხედვას უბრალოდ
არა ნიბირუსი, პლანეტა ნიბირუ ჩანსო ხოლმე. იგივე ნემეზიდა და ნიბირუ ერთია. ან რამე სხვას უბრალოდ დავიწყებთ ხედვას მეზობლური იაჩეკების და მათ მზეების. კი, ამაში მე პანდორას ვეთანხმებ. ჩვენ მალე ვიბრაციასთან აწევასთან ერთად დავიწყებ ხედვას სხვა იაჩეკებისას, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, მაგალითად ანტარქტიდის კი მე მაქვს წინა ვიდეოებში ნათქვამი, რომ გუმბათი ეკავა უпростоრად ამ ყინულებს გარშემო. თან ისეთი ყინულები იყო, რომლებიც არ დნებოდა. ლურჯი ყინული არის ხელოვნური ყინული. ხო, გინახიათ ვიდეოებში, როგორ ვარდება ლურჯი ყინული წყალში. ხო, ისა ნამდვილი ყინული, ხელოვნური ყინული. და ფოტო აქვენ გადაღებული მთვარე, ესე იგი ეტყობა ეს გვერდით იაჩეკა და დიდი მთვარე მოახლოვდა კედელს, ჩვენი გუმბათის კედელს და ამ მთვარეს გადაუღეს სურათი. ეს ერთ-ერთი შემთხვევა. გვერდით იაჩეკიდან მთვარე რომ ნახეთ ჩვენ. ლედარია. შეკითხვა შემდეგ. როდესაც საუბარია galaktikul მზეზე, ის მზეა, რომელიც არის ჩვენი galaktikis მზე. ხო, ჩვენ galaktikas თავისი მზე ყავს. მზე მთავარია ის, რომ არის ჩვენი galaktikis მზე. მაბატიეთ, მთავარი სინათლე ხდება ლამპოჩკებიდან ჩვენი მზისგან. ხო, მე ხომ გითხარით თქვენ? კი, galaktikis მზე, ლეტალი ამბობს, galaktikis მზე ათბობს დედამიწას, მაგრამ სითო მოდის უფრო ჩვენი ლამპოჩკებიდან. ეს ვარსკვლავები კიდეა ლამპოჩკებია. იმიტომ რომ თქვენ ახლა დაფიქრდით, ამდენი წელი, რაც ჩემი თავი მახსოვს, სულ ერთ და იგივე სურათს ხედავთ ცაზე. მარტო ტრიალებს. თორემ განლაგება საერთოდ ჩვენ კოსმოსში ახლა რომ გახვიდე და ნახო, სურათი ერთნაირი არ არის, იმიტომ რომ მოძრაობაშია ყველაფერი. სპირალურ მოძრაობაში. და ამბობს ლეტალია, რომ კი, ჩვენ გვათხოვს galaktikis მზე, ჩვენი galaktikuli მზე, მაგრამ უმეტესწილად სინათლის ნაწილი მოდის ლამპოჩკებისგან, ჩვენი ხელოვნური მზეებისგან და ჩვენ ხელოვნური მზე ვყავს 3. ხო, მინდა კიდევ დავამატო, რომ ბევრი ლამპოჩკა არის ჩამოგდებული ზევიდან, ჩამოვარდნილი, გადაიწვა და უფრო ჩინეთის ტერიტორიაზე ვარდება და ხალხი პოულობს ამას. და აქ განსახლებულ სულებს აქვთ galaktikuli მზის ნაწილაკი. არა აქაური ლამპოჩკის მზეს, არამედ galaktikuli მზის ნაწილაკი, მზის ცხოვრებლები. ხო, კი, მოდიან იქედან მზის ცხოვრებლები. არის, ჩვენ შეიძლება ახლა ფიზიკურ სხეულში ვერ ხედავდე ვერავის, მაგრამ სხვა სხეულების უბრალოდ სხვა დონეებზე არის ცხოვრება მიდის. ის კი არა, ჩვენ სადაც ვარ, ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ ფიზიკური თვალით შეიძლება ჩვენ ვერ ხედავდე, მაგრამ პარალელურად ჩვენ ტერიტორიაზე რამდენიმე ცივილიზაცია ბინადრობს, რამდენიმე მე გულისხმობ სულიერი ცივილიზაცია. შეიძლება იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი სახლი დგას, კიდევ რაღაცა იყოს განლაგებული ოღონდ უკვე სხვა დონეზე. მაგრამ ისინიც ვერ ვნახავენ ჩვენ. აწი კი, აწი, ვიბრაციები თუ აიწია, ჩვენ ერთმანეთს ნახავთ. ესე იგი, შემდეგი შეკითხვა. როგორ გესმით თქვენ ხელოვნური ინტელექტი და რით განირჩევა ხელოვნური ინტელექტი კოსმოსში და რით განირჩევა ხელოვნური ინტელექტი კოსმოსში და რა არის ხელოვნური ინტელექტი საერთოდ? პასუხი. პანდორა პასუხობს, ჩვენი იაჩეკა იმყოფება განსაკუთრებული გუმბათის ქვეშ.
რომელიც აქ ატყობს ზღვრული, ხო, ისა, ხო, ატყობს მატრიცას. განსაკუთრებული გუმბათის ქვეშ იმყოფებაო ჩვენი იაჩეკა და ეს ჩვენი გუმბათი აწყობსო ელექტრომაგნიტურია და ის აწყობსო მატრიცას. და ჩვენ ხედავთ, რომ დიდი ხანია არ ვართ სულთა სისხლის არსებები. სუთი, აქ იგულისხმება სუთი. ჩვენ ვართ ჰიბრიდები. ძალიან ძველი დროიდან მოყოლებული, რადგან აქ ბევრმა ცივილიზაციამ გააკეთა დაპყრობა, მოახდინა დაპყრობა. ყოველი ცივილიზაცია წერდა მატრიცაში თავის კოდებს. ესე იგი, ცვლიდა მატრიცას თავის გემოზე. იცით რამიდან მე დავამატო? ალბათ პანდორას სიტყვის ამას არ იცი, მაგრამ მე დავამატებ, რომ ერთი წუთი წყალს დავლე. თურმე როდესაც ლაპარაკობ ხელოვნურ ინტელექტზე, აქ უნდა გაარჩიო, რომ ხელოვნურ ინტელექტზეა საუბარი. კოსმოსში არის ბიოლოგიური, ბუნებრივი ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც შექმნა ყველაფერი, რადგან იქ ხომ ყველაფერი გონივრულია, იქ კოსმოსი არის გონივრული. ის სიცარიელი კიდევ, ბრუნავის სიცარიელი, რომელზეც წერს ბორევი, იქიც კი ცნობის არის გონიერი და გაცნობიერებული. ყველაფერი არის გონიერი და გაცნობიერებული. იმიტომ რომ იქ არის ბიოლოგიური მატრიცა, ხო? ჩვენ თვითონაც მატრიცა ვართ, მაგრამ არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შეიქმნა მაგალითად მგონი თვალწდები ორიონის თანავარსკვლავედში, რომელმაც გაანადგურა ერთი ცივილიზაცია. და ხელოვნური ინტელექტი საერთოდ ცუდი არა, ინტელექტი რო არ ყოფილიყო, ცხოვრება არ იქნებოდა, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი უნდა ვიყო ცოტა თხილად. რატომ? არ უნდა მიცეთ ბევრი სუფლება ხელოვნურ ინტელექტს. როგორც მე ერთ-ერთ ვიდეოში გითხარით, ჩინეთში მოსამართლებად უნდა დააყენონ ხელოვნური ინტელექტი, ხო? და ადვოკატებს არ აძლევენ მუშაობის საშუალებას, თუ ისინი ყოველ დილით არ შევლიან კომპიუტერში და არ შეუთანხმებენ თავის იმ დღის გეგმებს ხელოვნურ ინტელექტს. არა, ყოველთვის არა ცუდი ტექნიკური განვითარება. არა, ახლა მე გადავუხიეთ εμას. მაგრამ შენ თუ მიყო მაგალითად, ავიღო თამაშები. ხომ არის თამაშები ინტერნეტში. ამ თამაშების თამაში რომ დაიწყებ, მე მოწყდა რთულია, ხო? ხო და არის ზოგი თამაშები, რომლებიც ანითარებს ბევრ უნარს, მაგრამ უნდა იცოდე ზომა ყველაფრის. წყალიც კი უზომოდ რომ დალიო, იგიც მოგაყენებს ზიანს, ხო მასია? მასია. საკვებიც კი ჩვენ ავადებით, იმიტომ კი არა, კი, ბევრი ფაქტორები არის, მაგრამ ჩვენ იმიტომ ავადებით, რომ ჩვენ ჭამის კულტურა არ გაგვაჩნია. დღევანდელ კაცობრიობას არ გაგვაჩნია ჭამის კულტურა. ჩვენ ჭამთ, მე მომიტევეთ, მე ჩემ თავზე ვამბობ, პირველ რიგში როდესაც ვამბობ, მე უნორმო ჭამა ვიცოდი. არა, ახლა მე უნორმოდ არ ვჭამ, მაგრამ მაინც ვერ ვიკავებ ხანდახან თავს, რომ ზომაზე მეტი არ ვჭამო. არა და ვიცი რომ უკვე всё, დანახდა ჩემი კუჭი და შეჩერდი უკვე არ ხელს დამატება. ხო? ეს ყველაფერი არის ნარკოტიკებით. ამ ყველაფერს მიჩვევა. ამიტომ ვამბობ. მაგრამ ადამიანმა თუ თავისი თავი დისციპლინა, თავისი თავი ხელს შეიყვანა, კანტროლება დაიწყო თავისი მოქმედების და ამის გაკეთება მაშინაა შესაძლებელი თუ თქვენ ჰარმონიაში ხართ თქვენ სხეულთან. ესე იგი, თქვენ ეკითხებით თქვენ სხეულს. არ გაკეთინოთ ახლა bez გაიცინება. თქვენ ეკითხებით თქვენ სხეულს, ხო? რატომ და უყურეთ ახლა თქვენ სული, გონება და სხეული ეს ცალ-ცალკეა. ცალ-ცალკე ნივთები, ასე ვთქვათ. მენტალური სხეული, სული და
ფიზიკური სხეული ავატარია, მაგრამ ჩვენ ხომ მაგას კი სული აკონტროლებს ავატარს, მაგრამ ავატარმა ავატარს შეუძლია ნარკოტიკი შეეჩიოს ყველაფერს. როგორ არა? და თქვენ თუ ჰარმონიაში ხართ თქვენ სხეულთან, თქვენი სული თუ ჰარმონიაშია თქვენ სხეულთან და თქვენ ყოველთვის თუ ეფერებით თქვენ სხეულს. აი მე ჩემ მაგალითს გეტყვით. მე ძალიან სერიოზული პრობლემები მაქვს მათი მithქვამფლებჯერ ხეხემალზე. ცოტა საქმეს გავაკეთებ, ხვდები ახლა გუშინ კაი ამედები რო იყო ეს დღეები, იმიტომ მე ცუდად ვარ და ცოტა ადრე ვერ შემოვედი თქვენთან. ხელი მარჯვენა ხელსაც ვერწევ კარგად, მაგრამ მარცხენას საერთოდ ვერწევ მაღლა. დავრეცხე რა თქმა უნდა ამთესაცელები და მასე დასასის საკითხი ჯემბრი დავკიდე ავტომატში. გამეჭიმა, მთელი ღამე არ მიძინია, მე ყველაფერი მწკივა. მე ყველაფერი მეჭიმება. და მე ფეხზე თუ დღეს დგავარ, იმიტომ რომ მე ჩემ ორგანიზმთან ვარ ჰარმონიაში, ველაპარაკები ვესაუბრებ, მეკითხები რა გინდა რა არა. კი ხანდახან ზედმეტი მომწონს, მაგალითად მიტკულს ვერ აუდივარ. თუ სახლში მას კამფეტი ვჭამ, მაგრამ ახლა გადავწყვიტე всё, საერთოდ კამფეტებს საწუთო შიკოლადს ვინჯავს. არა, საწუთი კამფეტ გულისხმობ ამას ვიყიდო ვიცი რომ ხო, მაგრამ ახლა მე შემამჩნია რომ უკვე ისეთი მოთხოვნა არ მაქვს ტკბის მიმართ. ხო, ნელ-ნელა არა, უცებ ვერ მიაგდებ ყველაფერს, ორგანიზმი უნდა გადაჩვევა და მე ჩემ ორგანიზმს ვესაუბრები მაგალითად, რამე თუ მტკივა, აბა ახლა კი ახლა ბევრს გაეცინება, აბა რა, თქვენ ორგანიზმს უნდა გაესაუბროთ. ის არის ცოცხალი. უჯრის დონეზე თითო ყოველ უჯრედს გააჩნია გონება. იცით თქვენ ეს? აბა რა, აბა გაიხსენეთ სკოლაში თუ გისწავლიათ, ყველა მისწავლა მე მგონი. ერთ უჯრედიანი ამეობა. ხო, ერთ უჯრედიანი. და ჩვენი უჯრედები თითო უჯრედი არის ცოცხალი არსება და ამ უჯრედებისგან შემდგარი გროვისგან ჩამოყალიბებულია ფიზიკური ორგანიზმი. კარგი, ახლა ჩვენ გადავუხვიეთ, მოდი დავუბრუნდეთ თემას. ხო. და ვინც მოახდინაო დედამიწის ოკუპაცია, ყოველი ესე იგი ოკუპანტი თავის კოდებს წერდა მატრიცაში და ცვლიდა მატრიცას. ხო. ხო, ცვლიდა მატრიცას. ახლა ამასთან დაკავშირებით მინდა მაგალითი მოგიყვანოთ. ბორივის წიგნში, როდესაც მარსიდან გადმოსახლდნენ რუხები დედამიწაზე, იმ პერიოდში ატლანტები იყო. ატლანტები ცხოვრობდა. და ამათმა რაღაცა ხელსაწყო ჩამარხეს მიწაში. ხო, მე ამის უშვებდნენ გამოსხივებს ამ ხელსაწყოს დახმარებით და იმ დროს ადამიანებს ჰქონდათ 12 სპირალი, მგონი 52-54 ქრომოსომი. და იმდენამდე მიიყვანეს, ახლა უცება ვერ შეცვლიდნენ ადამიანებს, მაგრამ შთამომავლო ბავშვები, ფეხზიმე ბავშვები, მაგალითად, კიდევ ერთი ხო, და ამ ბავშვებში შეცვალეს და ეს ჩვენი 12 სპირალიანი დნმ-ები მიიყვანეს 2 სპირალამდე, თორემ სხვანაირად ჩვენ ვერ ვიცოცხლით, თორემ იმასაც წაგვართმევდნენ. და საერთოდ ახლამდელ დროს რომ შევადაროთ, ეს 5G, 4G, ხო? 5G იმიტომ უნდათ, რომ ადამიანი 5G გამოსხივება იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას და ადამიანი იხჩობა და ხდება. ხო, არ ყოფნის ჟანგბადი. ერთი პერიოდი 90-იან წლებში ახალი დამდგარი რომ იყო ეს ანძები მობილური ტელეფონების. მე მახსოვს ის პერიოდი, რადგან მომეჩი ფოჩი ცხოვრობდი. ბევრმა ქალბატონმა დაკარგა ბავშვი. ფერმე ქალბატონებმა და როგორ? ბავშვი ხდება მუცელში. ხო, და ეჭობდნენ რომ ანძის გამოსხივება აკეთებდა ამას ყველაფერს. ხო, აი ჩვენი მტრები, ამ ჩემ მტრებს ახლაც უნდათ 5G ვიშკები ხომ ანძები.
ჩაედოთ რაღაც აპარატები, რომელიც იწვევდა ჟანგბადის სინაკლებობას ატმოსფეროში. მაგრამ ჩვენმა დედამიწის დათვა მალანსმა ეს იგივე ელენა დანანიყვება ამას, რომ ჩვენ შევაჩერეთო ეს ყველაფერი, ისეთი აპარატები დავაყენეთო, რომელიც თიშავდაო ამ მოქმედებას. ხო, ამიტომ ამბობ, ტექნოლოგიები, როდესაც ტექნოლოგია კარგია თუ სწორი გზით მიდის განვითარება, მაგრამ თუ შენ ტექნოლოგიებს იყენებ იმისთვის, რომ შენი შავი საქმეები აკეთო, ეს კაცობრიობის საზიანოთა და ბუნების მადლობათობების არა, დედამიწის საზიანოთაც კი ბუნების საზიანოთ. და ამიღოთ მაგალითი, აი დანა ჩანგალი. ხო, ყოველ ოჯახში არის იხმარე საჭირო იმიტომ. მაგრამ ამ იგივე დანარჩენით შეიძლება ადამიანი მოკლა. მასია. კალმითაც შეიძლება ადამიანი მოკლა. თუ მოიგდოვე. ამას ვამბობ მე და ჩვენ ამ კოდებზე დიდი ხანია ჩამოყალიბდით სრულიად სხვა არსებებად. საუბარი იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი ცუდია, როდესაც ჩვენ თვითონ ვართ რობოტები წვრილ დონეზე და ყოველი ჩაკვრა ტრიალებს როგორც ქარხანა და გამოიმუშავებს, თუ ჩვენ დავაკვირდებით ჩვენ თავს, ჩვენი ვენები როგორც გაყვანილობა ჩვენი ვენები, ჩვენი თვალებით არსი, რომელიც ჩვენშია სულის შემადგენლობაში, ის ხედავს როგორც კოსმოსური ხომალდიდან, კოსმოსური ეკრანებიდან. ასე იგივე სკაფანდრი ავიღოთ. ხო? ესე იგი, ჩვენი არსი, რომელიც ზის ჩვენ სულში, რადგან ჩვენ ადამიანის სული თურმე შედგება არა მარტო იმ არსისგან, ხო? მიგითხარით, რომ თავიდან სული იყო თესლი, მერე ფენოვანი ყველივით ამ ფენებს ცხოვრების მანძილზე აგროვებდა, იძენდა და აგროვებდა და ივსებოდა. ხო, მაგალითად, შეგახსენეთ, რომ ჯერ ადამიანმა ქვიდან დაიწყო მინერალებიდან, ფრინველებიდან, ცხოველებიდან, შემდეგ მისი გარსი გაზარდა. შეიძინა უпростоრად, როგორც ადამიანი იძენს უნარეს ცხოვრების განმავლობაში, აი ასე შეიძინა გარსები. და კიდევ ადამიანში თურმე არის სული დამაინტერესებს ეს თემა და თურმე ადამიანში არის ფოტონი და არის გუსტობი. ეს ფოტონი კეთილი ნაწილია ადამიანის სულისა და გუსტობი არის ცუდი ნაწილი. აი ზოგჯერ ხო აი კარგზე ფიქრობ, ხო არ მინდა ადამიანს ბოროტულად ვიფიქრო, ეშმაკურად, მაგრამ ზოგჯერ რაღაცა აზრი შემეჭრება ტვინში, თითქოს ვიღაცა გიდებს ამას, ახლა ის გამალახვინა, ან ახლა ის თმებით მათრევინა და ამ დაკვარი ას ჩემნაირად ბევრი ფიქრობდეს იქნება და საკურველია. ამიტომ ვამბობ, რომ მარტო კარგი არ არის ადამიანში, როგორც ღამე და დღე, ხომ ღამე და დღე ერთმანეთში არ ერევა, ის არ ერევა ცუდი და კარგი ერთმანეთში ბოროტი და სიკეთე. უბრალოდ ეს ორივე საჭიროა, ორივე ჩვენი თანამგზავრია ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. ხო და ჩვენ თავს რომ შევხედოთ, ჩვენ ვენებს გასულ გაყვანილობას და ჩვენი ჩახრები ქარხნებია, რომლებიც გამოიმუშავებნო საჭირო ენერგიებს. ხო, ჩვენი თვალები ჩვენ ვხედავთ როგორც კოსმოსური ხომალდის აპარატიდან ან სკაფანდრიდან. ჩვენ ხანდახან ვეკუთვნით ნაირ სისტემას და რომ ჩვენ მაღალი მეშვეობით გამოვდივარ ჩვენი სუთ არსის მეშვეობით, რომელიც დევს ჩვენ სულში, დედამიწის
კრისტალისკენ. დედამიწა ცოცხალი არსებაა და ნახევრად ხელოვნური ინტელექტია. და მას უერთდებით ჩვენ. სად არის მაშინ ხელოვნურ ინტელექტში მხოლოდ ცუდი? ხო, ახლა აქ შევჩერდები რატო? ხელოვნური ინტელექტი, ხო, დედამიწაც ნახევრად ხელოვნური ინტელექტიაო. კოსმოსი წარმოადგენს ელექტრონულ უზარმაზარ ელექტროობას. ელექტრულ დენს, ხო, ელექტროობას. და ეს ელექტროობა შედის ყველაფერში. იმუხტება მაგისგან ყველა პლანეტები. კი, ენერგიებს იღებენ ამა თუ იმ წყაროდან, მაგრამ ეს ელექტრონული მუხტი გააჩნია დედამიწასაც. ჩვენ ასწავლ სხეულს ვამოძახეთ. ხო, მე ხანდახან მეშლება სული ასწავლ სხეულთან. კი, ხანდახან ზოგჯერ აი ვეძებ და ვერ პოულობ ზუსტ პასუხს. თუ ჩვენ სული ვართ. ხო, და ეს ჩვენი სული დევს ამ ასწავლ სხეულში. და ასწავლული სხეული შეიცავს, შედგება უბრალოდ ასწავლული სხეული იგივე ელექტრო გაყვანილობაა. ოღონდ გაშიშვებული პროდუქტებს შევერთო ელექტროდენი. ხომ გახურდება? აი ამდაგვარად წინავს ჩვენი ასწავლული სხეული. ჩვენი ასწავლული სხეული არის ელექტრო გაყვანილობა, რომელიც უერთდება დედამიწის ელექტრო გაყვანილობას, ელექტროქსელს. გულიც კი როგორ გონიათ რით წეს გული? მუდმივი ძრავასავით სულ მუშაობს დაბადებიდან რომ ჩაირთვება, მუშაობს დაბადებიდან არა, ჩასახვიდან ირთმევა. და საიდან ირთმევა? გული როგორ ირთმევა? თქვენი აზრით არ გიფიქრიათ არასოდეს? გული, ბავშვის ჩანასახვის გული საიდან ირთმევა? მუშაობას რატო როგორ იწყებს? იცით? ჩვენ ასწავლულ სხეულებს ხო აქვს კავშირი დედამიწის ელექტროგაყვანილობასთან, ეგრეთ ვთქვათ, ელექტროქსელთან, ხო? დამუხტულია დედამიწას სეტკა. ბადე წარმოიდგინეთ დედამიწის გარშემო, რომელიც ანათებს ეს ჩაკვრების დახმარებით. დედამიწას გააჩნია უამრავი ჩაკვრა. გადაკვეთა. სადაც კი გადაკვეთა ხდება ამ ხაზებისა, იქ ჩნდება ჩაკვრა. ამ ელექტროდენიდან მუდმივი ძრავა არ არსებობს. მუდმივი ძრავის ძიებაში რო იყო ხალხი ადრე. მუდმივი ძრავა არის ეს. შეგაერთეს, იმპულსი მოგცეს, რატომ ადამიანს გული რო გაუჩნდება, ელექტროდენს უერთებენ, რო ამუშავონ გული. იმიტომ რომ მასია შექმნილი ჩვენი ბუნება, ჩვენი ასწავლული სხეულის დედამიწის ბუნება, ჩვენი ფიზიკური სხეულები და იცით რა, გულსაც გააჩნიათ ელექტროწერტილები. კი, გააჩნიათ. და ამიტომა გული მუშავდება, როდესაც ჩერდება, თუ ის დაზიანებული არა. ის მუხტი, რომელიც იქნება გულში ამ დროს, დენის აწყვეტ, ამუშავებს გულს. იქ არის სპეციალური წერტილები ელექტროგაყვანილობის. აბა როგორ გეგონა თქვენ? ეს გაიცინება, მაგრამ ეს მასია შემოკარგებო. გამოიციეთ თუ არ გჯერათ. მე სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდი, ბევრი რამ აქვს მოსმენილი და რეგან სუსტი მხედველობა მაქვს და ახლა უხცნით, თორე ადრე მე ყველაფერს კითხულობდი. ერთ გაზეთს არ გავუშვებდი ხელიდან, თუმცა საინტერესო სტატია იყო, მაშინ უკითხავდი. სულ მიყვარდა კითხვა, სულ. ყველაფერს კითხულობდი. იმიტომ რომ ცოდნას ზედმეტი არა, ოღონდ უნდა იცოდე ნაგვის ამოღება ამ საჭირო ცოდნიდან. ხომ გესმით ჩემი? როგორც მაგალითად გასახლისები ქვავენ სიმინდს, შემდეგ მას ცრიან, ქერქებს ცალკე ყრიან, საღომეს ცალკე ყრიან, საბჭადეს ცალკე ყრიან. აი ამდაგვარად უნდა შეგეძლოს ინფორმაციის გაცდა, თორე ინფორმაციას უნდა უსმინო გასუთავებულ სახეობით. თქვენ ნაკლებად რომ მიიღოთ ინფორმაცია, ჩვენ უნდა ისწავლოთ ინფორმაციის გაცდა. სინამდვილეში ჩვენი სამყარო
დაიპყრო ჩვენი სამყარო აქ იგულისხმება ჩვენი ტერა, ჩვენი იაჩეკა. სინამდვილეში ჩვენი სამყარო დაიპყრო ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელიც არის, ხო, ვინც დაიპყრო ჩვენი ტერიტორია ტყის ხელოვნურმა ინტელექტმა, ეს ხელოვნური ინტელექტი არის დაბალ ვიბრაციული. თუ ბიოლოგიური ინტელექტი არის მაღალ ვიბრაციული, და ხელოვნური ინტელექტებს იყენებენ ბევრ ხომალდეებზე, უცხოპლანეტელები, მაგრამ ის არის მაღალ ვიბრაციული. და ჩვენ დედამიწა დაიპყრო დაბალ ვიბრაციულმა ინტელექტმა. ხო, და უნდა ამჩნევდე ადამიანი, შენ რომელ ხელოვნურ ინტელექტთან გაქვს საქმე, მაგას ხელად მიხვდებით მაღალ განვითარებულ თუ მაღალ ვიბრაციულ თუ დაბალ ვიბრაციულ ინტელექტთან. და ჩვენი galaktika, ჩვენი სახელური, სადაც არის ჩვენი გოემია, მიწა, დაიყურო დაბალ ვიბრაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა. სახელური რა ქვია ახლა? ხო, აქ შეგიძლიათ თქვენ ინტერნეტში მოიდიოთ. ქართულად არის თუ არა? კარგი, ამასაც მე თქვენ გაჩვენეთ, მე ჩვენი galaktika რას წარმოადგენს. მე ცოტა ვიდეოს გადავიღებ. ჩვენი მეგობრები, ჩვენი ვარსკვლავური თესლები მოდიან ჩვენთან, რომლებსაც ჩვენი გადარჩენა უნდათ. ჩვენი ხომალდეები მაღალ ვიბრაციული ხელოვნური ინტელექტით არიან ფუნქცია და ისა მომარაგებლიო თუ სწორად როგორ ვთქვა. ხო, ჩვენ ხომალდეებზე დაყენებულია მაღალ ვიბრაციული ხელოვნური ინტელექტი. ჩვენი ხომალდეები ჩვენი ხომალდეები თახდებიანო და ხო, თახდებიანო მაღალ ვიბრაციულ ინტელექტზე. ხო, ესე იგი, რადგან უცხოპლანეტელების უმრავლეს ხომალდები არის ცოცხალი არსება, ისინი თავის ხომალდიანად მოდიან ჩვენთან განსასახიერებლად. ნუ არის ახლა ეს ცოტა ჩვენთვისაც რთული ასახსნელია. ხო, აი, ხო, ის ფიზიკური სხეული არ აქვს მაგათ, ელექტრო ფორმა აქვს. ისეთი სხეული აქვს, რომ შეუძლიათ ყველგან შევიდნენ. რაღაც ელექტრო მაგვარი. ენერგეტიკული მაგვარი უფრო სწორად, მოპატიეთ. ხო, და რადგანო ეს ხომალდები ცოცხალი არიანო, ისინი მიდიანო ამ ისიაზე. დეტალია, შენ ზუსტად აღწერე პანდორა. მე მინდა დავამატო, ჩვენი გამოვლენილი სამყარო არსებობს ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე. ვინც ამას იგენებს, ესმის თუ მე რას ვამბობ. ის ვინც არ იგნებს, ვერ წარმოადგენს ვერ წარმოიდგენს გაცნობიერებულ სულს. სამწუხაროდ, მასეთები ბევრია. ინტელექტი ის მატრიცაა, ის სივრცე, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. აქ ის როგორც ინსტრუმენტია, რა დგას ჩვენ ხელოვნური ინტელექტი აქ როგორც ინსტრუმენტია, რადგან ჩვენ ცხოვრობთ დუალობაში. ის შექმნილი იყო ან პოზიტიური, ან ნეგატიური. ესე იგი, ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა როგორც არსებობს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. შეიძლება იყოს
ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს დამანგრეველი ან ამშვენებელი. მხოლოდ ამ ასპექტში იყო ყველასთვის შექმნილი. შეიძლება ბევრი რამ არ გვესმის ჩვენ, ხო, როგორც მე თქვენ გითხარით. ბევრი რამ კიდევ ჩვენ არ გვესმის. პანდორა პასუხობს ახლა. როდესაც ჩვენ ვიცილებთ დუალობას, ჩვენ ვუყურებთ პოზიციიდან. როგორც გადარჩენა აქ არც ისა. ვასხამურ ტაძარში იყო ბევრი სიცრუე, ბევრი მოლაპარაკება იყო დადებული ტყუილით. მეორე მხრიდან ჩვენ ხომ შევძელით გადარჩენა, ხომ შევძელით შეგნება იმისა, ჩვენ ხომ შევძელით აქ მოსვლა. მეტალია და ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ გადავთვით, იყო ჩვენი მეხსიერების დაბლოკვა. ხო, ესე იგი, ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ჩვენ გადავჩენილიყავითო, იყო ჩვენი მეხსიერების დაბლოკვა. ჩვენ რომ ხსომებოდა ყველაფერი, როგორ იყო იქ, ჩვენ აქ უფრო დავიტანჯებოდით, რადგან ჩვენ შევადარებდით იქაურს და აქაურს, რადგან მთავარი მეხსიერება დახურულია ღია დარჩა ის ნაწილი მეხსიერებისა, რომელიც ჩვენ აქ ვჭირდებათ, რომ გავიგოთ და გამოვცადოთ. ეს ავიწროვებს ჩვენი ყურადღების ფოკუსს და იმ ამოცანების რაოდენობას, რისი გახსენება გვინდა. მას ესმის, რომ ადამიანები არასდროს ხვდება, სული აგრძელებს ცხოვრებას, რომ სხეული გაივლის უტილიზაციას და გარდაიქმნება ენერგიად. რა მინდა ხა მე გითხრათ? ახლა ბევრი გამებრასდება ამასე. ისევ შევეხები ჩვენ მკვლევს. ისევ შევეხები ჩვენ მკვლევს უბრალოდ. ჩვენ როდესაც გვიხვდება ვინმე, თუნდაც პატარა ბავშვი, მithumetes თუ დედას უხდება შვილი, ბავშვი თუ ხდება, ამას გადაყვება, ბევრი გადაყვება, ბევრი სიცოცხლე დამთავრებულია. მაგრამ მე გამიბრასდებით. მაგრამ ბუნების კანონი ასეთია. როდესაც ჩვენ ვინმე გვიხვდება, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ როგორც სასიხარულო ამბავი. კი, რასაკვირველია, ჩვენ ფიზიკურ ავატარებს, ჩვენი ნათესავების ახლობლების ვეჩვევით და გვიყვარდება ისინი ცუდად იქცევიან თუ კარგად. მაგრამ ჩვენ ადამიანები უნდა გავუშვათ, თუნდაც ეს შვილი იყოს ან პატარა ბავშვი, უნდა გავუშვათ მშვიდად, უნდა გავუშვათ სიხარულით, მუსიკით, თუნდაც დოლარკარიონის დაკვრით. ქვებს ნუ მეცრით ახლა. ჩვენ თუ ჩვენ მკვლევს არ გავუშვებთ,
ჩვენ გავხდებით მათი მსხვერპლი. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ხვდება, მას რჩება იმდენი ენერგია, რომ მან დატოვოს დედამიწის ზედაპირი და დაუბრუნდეს წყაროს ან წავიდეს ასტრალურ სამყაროში. და როდესაც ჩვენ მათ დროზე მათზე ვტირივართ სულ, წარამარა სასაფლაოზე დავდივართ, იღამებს ვათებთ, სურათებზე ქვითინებთ. სხვათა შორის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სასაფლაოზე ჭამა. და რა ხდება დღეს? იქ სუფრებს აწყობენ, მიახვენ, იქ ღვინოს ასხამენ, სვამენ, ადგრძელებენ სასაფლაოს, ღვინოს ასხამენ. ჩვენ ამით ასეთი საქციელით მათ ვაკავებთ აქ. ისინი მე ვერ წავლიან. როდესაც დრო გადის, საჭირო დრო, რა დროშიც ისინი უნდა ჩაეტიონ, ისინი იქცევიან მოსწლებად. თუ რა გონიათ რა არის პოლტერგეისტი? იგივე ესაა ჩვენი სულებია, ჩვენი ღვთების სულები, რომლებიც ჩვენ არ გავუშვით. ისინი მერე დადიან. ახლა ბორევმა თქვა, ბორევის წინ შეწერა, მე რომელიც გადავთარგმნე და დავდე აქ ვიდეო, რომ რადგან ენერგიები იზრდება, ასტრალური ეს ნეგატიური ასტრალი, დედამიწის ასტრალი ნეგატიური დაპატარავდა სადღაც 7-დან 300 მეტრამდეა. შეიძლება ცოტათი ვწდები მეტი. და ეს ხო, და ამ ეს ნეგატიური ასტრალი ხო იჭმრდება დედამიწისკენ, ზედაპირისკენ. და ქვევით ძალიან ბევრი ნეგატიური არსებაა, ვინც თავის დროზე არ წავიდა აქედან და იქცენ მოსწლებად. და როდესაც ჩვენ დღეს დავდივართ სასაფლაოზე, ისინი იკვებებიან ჩვენი ენერგიებით და იქ კიდევ დგამენ მაგიდას, სკამს, რომ ჩამოშდიან მაგიდაზე რამე დადვა. ხალხნო, როგორ შეიძლება სასაფლაოზე სკამები დადგა? ეს ხომ არ არის სადგური, რომ ჩამოჯდე და დაისვენო. სადოთ არ შეიძლება დაჯდომა სასაფლაოზე. ის კი არა, საფლავის ზევითაც არ შეიძლება დადგომა. და ჩვენ კიდევ რას ვაკეთებთ? სახურავებთ, ხურავთ მტრის ადგილს, არ დააწვიმოსო. თუ არ დააწვიმა, სხეული როგორ უნდა დაალპეს? ხო, და კიდევ რას აკეთებენ? აშენებენ ისეთ სასაფლაოებს, რომ სხეულებს გვერდზე უკეთებენ, ადრე რომ იყო, თუ იცით, მაგალითად ბიბლიაშია ნაჩვენები, გამოქვაბულებს რო ეძებდნენ, რომ მტრები დაესტუმრათ. კი არ მარხავდნენ? აქანე იმ გამოქვაბულების სტილის გორებში დებდნენ უბრალოდ და ამოაშენებდნენ კედლებს. სხეული თუ არ გაიხსნა, ადრე ქრისტიანობამდე სხეულს წვავდნენ, სლავიანებიც კი შემდეგ დაიწყეს. ამიტომ გეუბნებით, თქვენ ვისცემთ, მე მივატოვე სასაფლაოზე სიარული, თქვენ ვისცემთ თაყვანს, რომ მიდიხართ, თქვენგანა თქვენ ახლობლებს მივუვათ 2-1 წლის შემდეგ, რომ თან უყურეთ ხალხო, ხალხს უკეთებთ, ვუკლავთ, თუ კაცია მამას, თუ ქალია დედას, ან წყავს. ეს არის სისხლიანი მსხვერპლშეწირვა, რომელიც აკრძალულია. ამის გამო თქვენ მადლობას ნამდვილად არ გეტყვით, ზეთიური სამყარო. თქვენ ამით მხოლოდ ნეგატიური კარმა გეზრდებათ. თქვენ სწირავთ ცოცხალ არსებას, ვის გვამს იმ ელემენტარის გვამს, ხო, ფაქტიურად მონსტრებს სწირავთ. როგორ უნდა აღინიშნებოდეს 2 წლის თავი, 3 წლის თავი, 4 წლის თავი, 5 წლის თავი. ვისთვის ვის საპატიმროდ აღნიშნავთ ამას? მონსტრს უღნიშნავთ.
იმ დარჩენილ ენერგეტიკულ ნაწილს, რომელიც თქვენ არ გაუშვით თავის დროზე. ის კი არა, კვტრების სურათების დაკიდვასაც შეიძლება იმ სახლში, სადაც ცხოვრობს ცოცხალი ადამიანი. სურათები ჩადეთ ალბომებში. როგორ ეს არის თაყვანის ცემა. კვტრებს ცემთ თაყვანს. მაბადიეთ, მე ხა გადავაჭარბე. გავაგრძელებ. პანდორა. ახლა ვიბრაციები იზრდება და ის გუმბათის მეხსიერების დაბოლკის გუმბათი წავა. უბრალოდ გუმბათზე ეყენა მეხსიერების დასაბლოკი ხელსაწყოები და რომ იზრდება, რომ დაიწყებს ახლა გააგრძელებს გასვლას ენერგეტიკული ისა ვიბრაციები, მაღლა ეს ბლოკის ხელსაწყოები ყველა გაფუჩდება, ყველა გაქრება. ისინი ხო ენერგეტიკულ დონეზე და ნელ-ნელა ადამიანებს დაუბრუნდება თავისით მეხსიერება და ყველაფერს გაიხსენებს. და აღდგება მოგონებები, მაგრამ ვის გახსენდება ეს ყველაფერი? მათ ვინც აქ დარჩება და გადაიტანს ამ ყველაფერს. ხო, ესე იგი ის ვინც აქ მოსულია დასახმარება, მაგასაც ხო დაბლოკილი აქვს მოსიერება. ესე იგი ეს მოგონებები აღუხდება იმათ, ვინც აქ დარჩება და ყველაფერს გადაიტანს. მაგრამ ახლა ბევრი მიდის, რადგან ამ ყველაფერს ვერ უძლებენ მაღალ ვიბრაციებს. თუ თვითონ დაბალ ვიბრაციულები არიან და არსილობენ თავისი ორგანიზმის ვიბრაციები აწიოს, ისინი დაბალ ვიბრაციებს ვერ გაუძლებენ, მაღალ ვიბრაციებს ვერ გაუძლებენ. ზოგი წავა ხელშეკრულებით, როდესაც აბრამული ენერგიები დაირღვევა. რას ქვია აბრამული ენერგიები? რაც კი დედამიწას ენერგიებია, ახლა ბუდიზმი არ ვიცი, ბუდიზმი და ინდუიზმი, მაგრამ ნიშნულობა არ აქვს. აბრამული რელიგიებია ყველა ეს. რელიგიები, როდესაც დაინგრევა, ზოგს აქვს მაგალითად ხელშეკრულება დადებული. იმ მომენტში, როდესაც დაუშვა და ამ პერიოდში მე თუ ამ დროს დავიბადე და ამ დროს ეს რელიგიები არის დედამიწაზე, იქნება დედამიწაზე და აი ბოლო დროის პერიოდში თუ დავიბადე, მე ზოგიერთს აქვს დადებული ხელშეკრულება, რომ მე ამ რელიგიური ეგრეგორების გაუქმების შემდეგ მე წავა. ასეთები წავა. არ დარჩებია. დიახ, არც ის შორსა ის რომ როდესაც ხალხი თვითონ იტყვის რელიგიებზე ვარც, დედამიწაზე დარჩება, იქნება ერთი რელიგია. ბევრი ხალხი განსახიერდება. მე ამას ხედავდი. იმხელა ნაკადი იყო და ბოლომდე ხო და ბოლომდე პიკამდე მისვლას და გადასვლას შეძლებნო ერთეულები. მაგრამ ეს საშინელი და საშიში არაა, ამბობს პანდორა. ლეტალია. არა, მხოლოდ თვითონ მიდიან წინ. არამედ სხვებიც მიყავთ. ხო, ლეტალია ამბობს, არა მხოლოდ თვითონ მიდიანო წინ, არამედ სხვებიც მიყავენო. ეხმარებიანო გადასვლაში. როგორც ჩვენ გეხმარებით ახლა თქვენ. ჩვენ ხომ ყველას ვეხმარებით. ბევრ ადამიანს სჭირდება ჯგუფში შეერთება, ჯგუფში გაერთიანება. ზოგჯერ
ოჯახშიც ჭირს თავისი აზრის გამოხატვა. ეს პლაშატკა იძლევა საშუალებას მალე განვითარდეს, ხო? რას გულისხმობს ახალ ეტალია? ეს პლაშატკა ქვია მათი პანდორა რევიზიონი, ბერეგინა ალიონა, ამ აკაუნტებს YouTube, Facebook და ასე შემდეგ. რადა ოჯახში ზოგჯერ რთულია ლაპარაკი. კითხვა. ლეტალია პანდორას ორივეს. დიდი ხანია თეთრ ქუდებზე არაფერი გაგვიგია. მე ხომ ვახსენებ ხშირად თეთრი ქუდებით ალიანსი მიჭერი ალიანსი უფროსობებას ის შემდეგ. რა ხდება ახლა და სად რა ხდება ახლა და რა მეგობრული ძალები გვეხმარებიან ჩვენ აქ დედამიწაზე სად და როდის ხდება ეს პანდორა. ახლა მე ჩემი თავი ვნახე ერთ-ერთ ალტერში. ალბათ ალტერი კი იცით უკვე ვინც მისვეს მე რას წარმოადგენს. ეს არის ალტერნატიული პიროვნება. ხო, ერთ-ერთ ალტერში ვნახეო ჩემი თავი თეთრ ქუდებში. მე რატომღაც ვიცავდი ტრამპსო. მე ძალიან გამიკვირდა ეს. ჩემი ბიჭი ვერ იტანს ტრამპს ბევრი მიზეზებიდან გამომდინარე. ტრამპი წავიდა მოლაპარაკებაზე იმისთვის, რომ აქ შეცვალოს სამყარო უკეთესობისაკენ. ბევრი თავისი დათბო და წავიდა ამ მოლაპარაკებაზე. ეს იმისთვის კი არ გააკეთა, რომ თეთრი ქუდები წმინდანები არიან. ისინი არიან დედამიწის ალიანსთან, რომლებსაც უნდა დედამიწაზე ყველაფრის შეცვლა უკეთესობისკენ, რომ შეცვალოს სამთავრობო სტრუქტურა, რომ შეწყდეს ომები ყველგან. ხო, რომ შეწყდეს ომები ყველგან. გამოდის ეს არის ბრძოლა თეთრ და შავ ქუდებს შორის. მე ამიხსნეს რომ ეს მასია, მაგრამ ხო, რომ ტრამპი ჩვენიანია და მე ვთქვი, რომ კარგი, დავიცავ მე მას, თუ ეს საქმე ასია, დეტალია, მე შენით ვამაყობ პანდორა, მინდა დავამატო, რომ ნებისმიერი პროცესები ისინი არ ჩანს ყოველთვის. ის ბევრია და ყოველმა პროცესმა უნდა გამოავლინოს ან გააკეთოს განსაცვლელი სამუშაო და ეს ხდება. უფრო ხდება ეს კადრებს მიღმა, რასაც ჩვენ ტელევიზორში ვხედავთ, კადრში ერთია, მაგრამ კადრებს მიღმა სხვა სიტუაცია. შეკითხვა, შემდეგი შეკითხვა. თუ შეიძლება მოგვიყევით აბადიეთ, ჩემი ნატელი რა მოვიკითხე. თუ შეიძლება მოგვიყვებით გოლიათების ცივილიზაციაზე.
ვინ იყვნენ ისინი, სად წავიდნენ? ეს როგორ მოხდა? პანდორა, რაც მე ვნახე და საერთოდ მე მაქვს პოდკასტები გოლიათებზე. მე მოგვიანებით ნახე, სად არიან ისინი ამჟამად. დარჩნენ თუ არა ისინი დედამიწაზე. მე ვნახე, რომ ისინი დარჩნენ მიწის ქვეშ. ეს ის მაღალ ვიბრაციული ცივილიზაცია, რომლებაც გაუწიეს წინააღმდეგობა პირველ და მეორეს შემოჭრას. ხო, ისინი კიდევ დარჩნენ აქ. ისინი იცავენ ცოდნებს და მოვა მომენტი, დროის ვიბრაციული მომენტი, როდესაც ისინი გამოვლიან და დაიწყებენ ჩვენთან ურთიერთობას, რადგან წვრილ დონეზე მე მათ ვხედავ. არის ასეთი ადგილი რუსეთში, მთიანი ალტაი. ხო და პანდორა მათ ხედავს იქ. ბევრი მათგანი ხეებივით არიან, ფერფებით, ესე იგი, დამაგრებული მიწაში. მათში გადიოდნენ ეს ენერგიები. ისინი დღემდე არიან ჩვენ პლანეტაზე. მათ დღემდე უკავიათ დედამიწის ენერგიები. მათ უნდა უმადლოდეთ, რომ ჯერ კიდევ ვართ მათ ხედავდნენ ავგანეთის მთებში. ამ გოლიათებს ხედავდნენ ავგანეთის მთებში. ხო, იმის ფაქტორი, რომ მათ იჭერდნენ მათ ზოგჯერ იჭერდნენ. ადამიანებზე მაღალი არსებები არიან ძალიან ბევრი. ეს გოლიათები არიან ძალიან დიდი რაოდენობით მიწის ქვეშ, მაგრამ ისინი სხვადასხვანაირები არიან. მეტალია, ხომ არის ადამიანების გენოფონდი? რომელიც ხო, ეს გენოფონდი, რომლებიც ძილარიან მთებში, შამბალაში. ხო, არიან გენოფონდი, არის გენოფონდი შამბალაში, იქაც გოლიათები იცავენ თესლებს. ყველა ცივილიზაციის ყველა ადამიანების თუ ვინც კი იყო დედამიწაზე, ოდესღაც მათ თესლებს, ალბათ კვერცხ უჯერდებდა მამაკაცის თესლი იქნება. ხო, იმ შემთხვევისთვის თუ განადგურდა კაცობრიობა, თავიდან დაიწყონ განაშენება. ისინი იმყოფებიან სამარხის მდგომარეობაში და უკავშირდებიან პლანეტის ცნობიერებას და ყოველი ცივილიზაციის ცნობიერებას. ისინი არცად წასულან უბრალოდ ისეთ მდგომარეობაში იმყოფებიან, როგორც საინფორმაციო ველის საყრდენი, ცოცხალი ხელოვნური ინტელექტით. პანდორა, მე და ალიონამ ვნახეთ თუ როგორ ბრძოლობდნენ, როგორი ბრძოლა მაპატიეთ. მე პანდორა ამბობს, მე და ალიონამ ვნახეთო, როგორი ბრძოლები იყო. ყოველი ხომალდი ასხმებს ენერგიას. მთები, იქაური, უბრალო მთები არაა. ჩვენი
გაიუშკა თლად ძალის ჩვენი გაიუშკა, ანუ დედამიწას უძახიან ხოლმე გოემია, გაიუშკა, გაია და ჩვენი გაიუშკაო თლად ძალის ადგილი არაო, ის არის სასაფლაო. სასაფლაო დაღუპული ცივილიზაციებისა. აქ არის არტეფაქტები იმისთვის, რომ აქტივაცია მოხდეს. რატომ არის საჭირო მაღალი მეს დახმარება გახვიდე ამ ნაკადში იმისთვის, რომ შენი თავი გააქტიურო და გააგრძელო გზა. ლეტალია. მინდა დავამატო, რომ ჩვენ პლანეტას ლეტალია ამბობს, მინდა დავამატო, რომ ჩვენი პლანეტაც არისო ხელოვნური ობიექტი და ცოცხალიაო. კი, მართალია, ამბობენ. მირასალარის, რომელიც წამყვანია არხის გრანი ვიჩნესტი, მას აქვს ნათქვამი, რომ ველასაც ესენი ორივე მონაწილე არიან საიდუმლო კოსმოსური პროგრამების. სხვათა შორის მირასალარისი იყო ბიჭი, ხო, ამოიღეს დედის მუცლიდან ჩანასახი რომ იყო და გადააკეთეს წერიცქვევით მოჭრეს და მიაკრეს ქალის სხეული. ხო, ეს იმათ რუხებმა სადავჩოდი კი არ მახსოვს ცოცხალი. ხო, პანდორამ დაამოწმა ლეტალია, რომ ის ხელოვნურიც არის და ცოცხალით ეს იწვევს ურთიერთ ბრძოლას, რაც ეხმარება განვითარებაში, რადგან თუ ყველაფერი იდეალურია, თუ რადგან ყველაფერი იდეალურიაო, გასავითარებელი არ არის არაფერი. პანდორა ვიბრაციის აწევისას ეს ურთიერთ ბრძოლა ხდება. ვიბრაციის აწევისასო ეს ურთიერთ ბრძოლა ხდებაო. ეს სივრცე ეტყობა დუალობაზეო. შემდეგი შეკითხვა. ლეტალია, თქვენ დაგვწერდით მოყოლას იმაზე, თუ როგორ მოხდა თქვენი მიძღვნა ქრისტიანობის ესე იგი, როგორ მოხდა თქვენი გაქრისტიანება იერუსალიმში. ლეტალია, დიდი ხანია მინდა ეს ისტორია მოგიყვეთ, მაგრამ ეს მოხდა 2009 წელს და ეს იყო ინდოეთში გამგზავრებამდე. მე ისრაელში იმ მომენტისთვის ვიყავი დიდი ხანი უკვე, ესე იგი, დიდი ხანი ცხოვრობდიო ოჯახთან ერთად ისრაელში იმ მომენტისთვისო. ერთადერთი ის რომ გვესტუმრა ბიძა მოსკოვიდან, ის ახლოს ის ახლა არ არის ცოცხალი და ბიძასთან ერთად ბევრი გვიმუშავიაო. დაიწყო იქიდან, რომ მისი ცოლი, რომელიც იყო რუსი, ჩემი ბიცოლა, იყო ქრისტიანი და ის იყო მკურნალი.
საგვარეულო მკურნალი. როდესაც ახალგაზრდობაში ჩავედი მოსკოვში, მე კითხე რა არის საერთო ქრისტიანობა მეთქი. წამიყვანეს ეკლესიაში მოსკოვში. მე შევედი იქ, მარტო შედიუმი დღეს და შედიოჩე ისინი იდგნენ გარეთ, მელოდებოდნენ მოშორებით. მე შევედი ეკლესიაში და მივედი დიდ ხატთან. მე ფიქრებში კითხვა დავსვი, შეიძლება თუ არა ჩემი აქ ყოფნა და მე იქიდან კითხვა დავუსვი, შეიძლება თუ არაო ჩემი აქ ყოფნა. მე მივიღე ისეთი ძლიერი დარტყმა, მე იქიდან მომისროლა ამ დარტყმამ და ატირებული გამოვედი და ვთქვი, მე არ მინიღეს მეთქი. ეს ისტორია დავივიწყე და როდესაც 2009 წელს ბიძია ჩამოვიდა ჩვენ გადავწყვეტეთ წავსულიყავით იერუსალიმში. ვიღიდეთ ბილეთები საერთო ექსკურსიაზე, წინა დღით ვიმარხვეთ, როგორც საჭიროა. ექსკურსია დაიწყო იმით, რომ ჩვენ მოხვდით იერუსალიმის სინაგოგაში, იქ დამეწყო გულის რევის შეგრძნებები და თავისუფლების ხვევები. ჩვენ შემდეგ გავიმგზავრეთ ძველ ქალაქში, სადაც არის სამი რელიგიის ცენტრი და ხვდებით ეკლესიაში უსპინე სვეტა ბაგაროჯიცი. მომიტევეთ ქართულად არის ეს როგორაა, უпростად ნახვა ხდება ქართულად გეტყვით. უпростად მომიტევეთ, ახლა გამახსენდა შეხლა მიდოდა ინტერნეტში წმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. რატო არ გამახსენდა ეს უცებ? მიძინების ტაძარი, ხო? და თვითონ დარბაზი, სადაც იმყოფება ეს ობიექტი, სარკოფაგი, რომელიც იწყება მიწისქვეშ დაბალ სართულზე, ექსკურსია ჩემ ბიზასთან ერთად ჩავიდა ქვევით. მე შევყვანდი შესასვლელთან, ზედა სართულზე, სადაც კედელზე ეკიდა უზარმაზარი ხატი მარიამისა, რადგან რაღაც ხდებოდა. მე ვიგზენი, რომ სივრცე შეიცვალა, გახდა უფრო სკელი. მე თითქოს მიჯაჭული ვიყავი იატაკს და მე ვხედავ მარიამის ხელი როგორ გამოდის და მე ჯვარს ვწერს. მე ვიყავი შოკურ მდგომარეობაში. ბიძია რომ დაბრუნდა, მე ვუთხარი ვერ მოძრაობ მეთქი. ბიძია მატყავებდა მაგ ადგილიდან. სხეულში მქონდა უცნაური შეგრძნებები. შემდეგ, როდესაც დავიწყე მოძრაობა, წავედით და გავაგრძელეთ გზა უფრის კუბოს ტაძართან, ტაძრისკენ, храм Гроба Господня. ხო, იქ არის ასეთი ადგილი, храм Гроба Господня. იქამდე მივედითო, შევედით. შესასვლელიდან 50 მეტრის მოშორებით იყო პატარა ისა პლიტა. შესასვლელიდან 50 მეტრის მოშორებით იყო პლიტა, როდესაც იესოს ხსნიდნენ ჯვრიდან და ამ ფილასზე დააწვინეს. მე მივედი ფილასთან, მუხლებზე დავწეხი და შუბლი მივადე ფილას. ამ მომენტში დაიწყო ზარმა რეკვა. 12 ჯერ ეს იყო შუადღე. მე მესმის არ გაინძრე, ხო, ეუბნებია,
არ გაინძეს სანამ რეკავს ზარი. ჩემი სხეული ვიბრირებდა და მე გავდივარ მithunis მაგვარ რიტუალს. და როდესაც ბოლოს ზარმა დარეკა, ავდექი და კინაღამ ისე დავეც. ავდექი და კინაღამ დავეციო. მე ვიგზენი რომ ჩემმა სხეულმა ჩემი სხეული გახდა რბილი ტილოსავით ამ დროს იწია დამიჭირა ჩვენ მაინც შევეცადეთ შემოვლა გაგვეკეთებინა 10 ნაბიჯის შემდეგ მე ვიგზენი რომ ხელების წერნები მტკივა დუნდულები გული და შუბლი მე მივხვდი მე დამეწყო სიგმატების გამოვლინება ფიზიკურად არ ჩანდა მაგრამ ტკივილი იყო საშინელი ყურში ზარის ხმა მესმოდა მე მივხვდი რომ რაღაც ტრანსფორმაციას ხდებოდა როგორც იქნა მოვედით სახლში გზახში უკეთ გავხდი როდესაც საღამოს ვიმახშეთ და სვამდით ჩაის მე მითხრეს ჩაიხედე სარკეში მე ვნახე კისრის გარშემო რგოლი და ამ რგოლზე სამი ნიშანი გასაღების მაგვარი ესე გასაღების ფორმის იყო ეს ნიშნები ეს იყო სამი კლიდე მე მივხვდი რომ მე ვარ სამი გასაღების წვერი ამ მithunit მე ცხოვრობდი წელიწად ნახევარი და შემდეგ მე გავემგზავრე ინდოეთში და ამ ეგრეგორიდან გამოვედი. გადავედი სხვა ეგროგერებში. მე ვარ ბუდას მე ვარ ბუდიზმში, რადგან მე ვიყენებ ცველს იქიდან, ვინც ჩემთვის ძვირფასია. ის იცავს ჩემ ველს. პანდორა ლეტალია სამი გასაღები პანდორა ეუბნება ლეტალიას სამი გასაღები და პირველი არის ქრისტიანობა მეორე ბუდიზმი მესამე თეთრი ტაძარი სამი სივრცე შეკითხვა შემდეგი ცხოველები ახლა როგორ იტანენ ახალ ენერგიებს ხდებიან თუ არა ჭკვიანები რა დაემართება იმ ხალხს რომლებიც დღემდე კლავენ ცხოველებს პანდორა რადგან ახლა მიდის გაყოფა თვით ადამიანებისა სხვადასხვა ენერგიულ ნივთებზე ზოგი შეიცავს დემონებს და დაბალ ვიბრაციულ აცებებს მოვიდა იმისთვის რომ შეიტანოს დაბალი ქვედა სამყაროები ქვედა ასტრალი ისინი როგორც კლავდნენ ცხოველებს ისე აგრძელებენ მათ მოკვლას ესე იგი როგორც ადრე კლავდნენ ცხოველებს და ახლაც აგრძელებენ მათ მოკვლას ისინი ახლა უბრალოდ მიდიოდნენ იქნება და სინათლის არსები რომლებიც ეხმარებიან ცხოველებს
ეხმარებიან და იციან, რომ ცხოველებშიც გადიან არსები, არსი, ინსულის არსი, ცოცხალი არსება და ახლა ეს არის კარმიული და საშიში მოკლა ნებისმიერი ცხოველისა. აი, ამასა მე რომ თქვენ გეუბნებოდით, ამასა მე რომ თქვენ გეუბნებოდით. ახლა დაკლა ცხოველების შესაძლებლობისა და იმას ის კი არა, საჭმელათაც საშიშია დაკლა, იმიტომ რომ იმ ქათმის დაკლაც კარგად გეწერება თქვენ. იმიტომ რომ ახლა მოდიან ფრინველებში, ცხოველებში ის საცოცხლო მნიშვნელოვანი სულები, რომლებსაც უნდა დაეხმარონ დედამიწას. და თუ თქვა ადგები და ახედათ ლაპარაკს იწყებენ კატები, რაჭკანი გახდა წამოდი რაღაც თქვენ გელაპარაკებათ, მაგალითად და გელაპარაკებათ ქათმების შუქანი, ყავდა მე ხა მაგალითს მოგიყვებით ერთი ქათამი, დროში არ ვეტევი, რომელსაც სულ მოფერება უნდოდა და ის დაკლა მე ჩემმა დედინაცვალმა. დაწვებოდა მიწაზე თებს გაშლიდა, კი არ გარბოდა და ხვდებოდა შე აბიყვანი და მომეფერეო. და ის ქათამით დაიკლა და შეჭამეთ. ლეტალია. კი, მდგომარეობა ცხოველებისა იცლება, მე მყავს ორი ძაღლი, მე მათ ვერ აღვიქვამ ცხოველებად, ჩემთვის ისინი არიან ცოცხალი არსებები, ფრინველები გახდნენ ჭკვიანები. შეკითხვა, შემდეგი შეკითხვა, რა ხდება ახლა წვრილ დონეზე? რატომ რეაგირებენ სხეულები სხვადასხვანაირად? პანდორა, ხდება ბლოკების გამოგდება, რა ჩვენ ავიკიდეთ ჩვენ საგვარი ულოში და ავიკიდეთ არა ეს კარმა, არა ეს კარმა არ არის, ეს ისა, რასაც ჩვენ ვაგდებთ და ახლიდან ვაკეთებთ სტარტს სადღაც ხდება გართულებები, რადგან ჩვენ სხვადასხვანაირები ვართ და ამაზე დამთავრდა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.